გამომუშავების მოდელებზე 24 საათიან ლაივში ვისაუბრე და ძალიან რთული არის მაგ ეკონომიკის დაბალანსება, რადგან ფაქტობრივად ეს დიდი ციკლები რაც არსებობს ზოგადად სხვადასხვა ინდუსტრიებში ეს მალე ხდება, რადგან ინფორმაციის გაცვლა, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიის ამოწურვა, კვიდურობა უფრო მაღალია და შესაბამისად ყიდვა-გაყიდვები დაჩქარებულია და ეს ფასზე მოქმედებს. ხო, მოდელები აეწყობა, სადაც წინასწარი ხდება განხილული და ეს წლების მერე შესაძლებელი იქნება, რომ როგორ შეიძლება შემინარჩუნოთ ამა თუ იმ ოკეანის ეკონომიკა ისე, რომ აფე არ დავაშავოთ და პირიქით გაწერილი იყოს და ისე ჭკვიანურად იყოს მოგებული, რომ რაც შეიძლება რთული იყოს, მოკლედ ინფლაციის ამბები. მე ამას მივესალმებ, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს და ეგ მაქვს ყოველთვის პრობლემა, თორემ დანარჩენი ტექნოლოგიები ძალიან ბევრი ტექნოლოგია არსებობს, სადაც კრიპტოინდუსტრია არის შესული და პირიქით რაღაც ტექნოლოგიები, რომლებიც კრიპტოინდუსტრიაში შევიდნენ და დაველოდოთ მოკლედ უფრო მაინტერესებს ბიარ მარკეტზე რა სამი ეს პროდუქტები.